მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 21. იპოვეთ ნახატზე გამოსახული კონდენსატორების ბატარეის ტევადობაო, ასეთი კითხვა გვაქვს. კარგით, ესე იგი, გავადოთ ეს სურათი და შევხედოთ. პირობითად მოდით აი ეს იყოს რაღაც აწერტილი ავიღოთ ეს იყოს ბეწერტელი და AB უბანზე ახლა AB უბანზე როგორც ხედავთ, ეს ჩვენი კონდენსატორის ტევადობები ერთმანეთის ტოლია. ანუ ეს არის C1 დავარქვათ, ეს იყოს C1, ეს იყოს C2, ეს მომისად ეს არის C3 ტევადობები. ესე იგი, პირველი და მეორე ტევადობები ერთმანეთის ტოლია და 2C ტოლია. და რა იქნება ახლა, რადგანაც მიმდევრობით არიან შემთხვევაში ადაბი შეერთებული. ხო, ამ მიმდევრობით შეერთებული ტევადობის შებრუნებული სიდიდე, ესე იგი, ერთი შეფარდებული CAB-ზე ტოლი იქნება. ну ცალკეული ტევადობების შებრუნებული სიდიდეების ჯამი. ესე იგი, უნდა დავწეროთ ერთი შეფარდებული C1 პლუს ერთი შეფარდებული C2-თა. ეს C1 და C2. C1 და C2 2C ტოლია, მოდით ჩავსვათ. ეს 2C, ესეც 2C. ეს ტოლი გამოგვივა, საერთო მნიშვნელია 2C, ზემოთ 2 გვექნება, 2 და 2 შევეკვეცება და დაგვრჩება მოდი დავწეროთ 2 შეფარდებული 2C-სთან დაგვრჩება, ესენი შევეკვეცა და ეს ტოლია 1 შეფარდებული C-ს. შესაბამისად, CAB-ზე ტოლი იქნება C-სი. ახლა ცალკე რო შევხედოთ, ცალკე აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი უკვე პარალელურად არიან შეერთებული. შესაბამისად, სრული C სრული იქნება CAB-ზე, აი აქ, რომელიც დავთვალეთ და გამოგვივიდა C-ს ტოლი, კიდე დამატებული მეორე პარალელურად შეერთებული ტევადობა, რომელიც არის იმის ტევადობა, კიდე ერთი C. ეს ტოლი იქნება 2C-C. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, C სრული ტოლი ყოფილა 2C-C. პასუხი D.